მოგესალმებით კოლეგებო, საგაზაფხულო სესიის ფორმატში გვაქვს პირველი საკომიტეტო სხდომა. საკმაოდ ინტენსიური გრაფიკით მოგვიწევს საგაზაფხულო სესიაზე საქმიანობა. დღევანდელი დღის წესრიგითაც არის გათვალისწინებული არაერთი საკითხი. პირველ რიგში დღის წესრიგს წარმოგიდგენთ, ხედავთ რომ კვორუმი გვაქვს. შესაბამისად წარმოდგენილი არის დღის წესრიგით სამი საკითხი. პირველი არის საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება. შემდეგ გვაქვს საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი 2019 წლის 18 ივნისის საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების განხილვა და მესამე საკითხი გვაქვს ჩვენი კომიტეტის 2025 წლის სამოქმედო გეგმის განხილვა და დამტკიცება. დღის წესრიგთან დაკავშირებით თუ გაქვთ რაიმე წინადადება შენიშვნა, არა, მაშინ გთხოვთ დავამტკიცოთ. ერთხმად დამტკიცებულია, გადავიდეთ დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხზე. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების განხილვა. მოგხსენებელი ბატონი გიორგი კაკაურიძე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე. გთხოვთ ბატონი გიორგი. დიდი მადლობა, მოგესალმებით. წარმოგიდგენთ ინფორმაციას აზიის განვითარების ბანკთან გაფორმებულ ახალ ხელშეკრულებაზე. ეს არის ბიუჯეტის ხარდაჭერი კრედიტი, რომელიც ბიუჯეტის საერთო შემოსავლობებში მიიმართება კონკრეტული ხარჯვითი კატეგორია არ არის განსაზღვრული, თუმცა ეს არის დაფუძნებული გარკვეულ რეფორმებზე. ჩვენ მსგავსი ხელშეკრულების პირველი ეტაპი ჰქონდა 2020 წელს, გაფორმდა 21-22 წლებში განხორციელდა პროექტი და ჩამოირიცხა 42.416.000 евро. ამ შემთხვევაში უკვე მეორე ფაზა არის ამავე პროექტის, რომელიც ეხება პროფესიული განათლების კუთხით გარკვეულ რეფორმებს, რაც გულისხმობს 2024-30 წლების პროფესიული განათლების სამოქმედო გეგმის დამტკიცებას, როგორც ჩარჩო დოკუმენტის და ამ გეგმის მიხედვით უკვე გახორციელდეს შესაბამისი აქტივობები, მათ შორის კერძო სექტორის უფრო მეტი ჩართულობა, მათ შორის მოსწავლეთა რაოდენობის და ბიუჯეტის საერთო დაფინანსების და პროფესიული განათლების და ასე შემდეგ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პირველი ხელშეკრულებაა, რომლის პარაგრაფში ჩვენ და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტიდან ლარში მივიღებთ ცელს. ანუ ეს პრეცედენტი პირველად ხდება, ლარში იქნება ჩამორიცხული 68.198.000 ლარი იქნება სესხის პირობებს, რაც შეეხება 15 წლიანი სესხი და 3 წელი შეღავათიანი პერიოდი გვექნება. საპროცედურო განაკვეთის ტიპი უკვე ჩამორიცხვის დღეს დაზუსტება, ცვლადი იქნება თუ ფიქსირებული, სავარაუდოდ ცვლადს უფრო აქვს დღეს უკეთესი პირობები ხოლმე, თუმცა კონკრეტული ჩამორიცხვის დროს ვნახავთ და ფილმს რაც შეეხება მოდის პირდაპირ ბიუჯეტში, წლევანდელ ბიუჯეტში გათვალისწინებულია ეს თანხა და შესაბამისად ველოდებით რომ წლის მეორე ნახევარში სავარაუდოდ ეს თანხა ჩამოირიცხება. მადლობა, კოლეგებო, შეკითხვები. ბატონ ლადო. დიდი მადლობა, ყველა ასეთი ფორმის ურთიერთობა მისასალმებელია და ეს დობის ფაქტორზეა ლაპარაკი ყოველთვის, როდესაც ჩვენ ეს დიდი უცხოები, დიდი პლატფორმები ჩვენ ამ სავალდებულო ურთიერთობას გვენდობიან. ეხლა ერთი ზოგადი ხასიათი შეკითხვა. აი ამ ლარი რახან პედალირება მოხდა ამ სიტყვის ლარსა და სხვა ვალუტას ჩვენს ვალუტას ჩამორიცხვას. ეს უპირატესობა არის თუ რა იგულისხმება, ეს მინდა პროფესიული განმარტება, რომ ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული საკითხით, რატომ ჩვენ ანუ როგორც წესი საფინანსო ინსტიტუტები ვალუტის რისკს არასდროს თავის თავზე არ იღებდნენ და ის რომ დღეს პირველად ხდება ლარში ფულის სესხება, ეს ნიშნავს რომ ლარის მიმართულება არის, სწორედ ამიტომ ხდება რომ საფინანსო ინსტიტუტმა მიიღო გადაწყვეტილება ლარში მოხდეს ჩვენთვის თანხის სესხება. ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია ერთის მხრივ ლარის დობის კუთხით, რა თქმა უნდა, თუმცა მეორეს მხრივ ის რომ ჩვენ საგარეო ვალის წილი მთლიან გვაქვს ჯერ კიდევ მაღალ ნიშნულზე, სწორედ საფინანსო ინსტიტუტებიდან მსგავსი თანხების მოზიდვა დაგვეხმარება იმაში, რომ ჩვენ ლარის წილი გავზადოთ, საგარეო სესხი იქნება, თუმცა ლარში ნომინირებული იქნება, რაც გვაძლევს უკვე საშუალებას, რომ ჩვენს ეკონომიკაზე იქნება დაფუძნებული და არ იქნება, ასე ვთქვათ, უცხოურ ვალუტაში გასასწორებელი სესხი, რაც გარკვეული დამატებით რისკებს ყოველთვის ვალის მოცულობაში აჩენს ხოლმე.
მისასალმებელია მართლაც, იმიტომ რომ ეს კიდევ ერთხელ არის დამატებითი არგუმენტი იმისა, რომ ლარის მიმართ არის მართლაც გაზრდილი ნდობა, ასეთი პრეცედენტის შექმნამ შეიძლება საომალოდ ხელი შეუწყოს, რომ სხვა სასესხო ოპერაციებიც ანალოგიურად განხორციელდეს. მე განსაკუთრებით მივესალმებ იმას, რომ პროფესიულის მიმართულებით მოხდება ამ თანხის ესე ვთქვათ მიზნობრივად გამოყენება. ძალიან კარგი დამთხრობაა, რომ სწორედ პროფესიული მიმართულების კურატორი მინისტრის მოადგილე გვესწრება ქალბატონი ბაია და ქალბატონ ბაია თუ შეგიძლიათ თქვენც რომ ორიოდე სიტყვით გითხრათ დაახლოებით ეს რამდენიმე წლიანი პროგრამა არის, რომელიც წარიმართება, როგორც მივხვდი, ეს არის სკოლებში უკვე დაწყებული, ესე ვთქვათ, დამამთავრებელ კლასებში პროფესიული განათლების კიდევ უფრო გაფართოების კონტექსტში არის მისი გამოყენება, როგორც მივხვდი და ალბათ არსებული პროფესიულების კიდევ გაძლიერება. თუ უფრო მეტ კონკრეტიკას გვეტყვით, იმიტომ რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია კომიტეტის მხრიდან. მოგესალმებით. მოგეხსენებათ პროფესიული განათლება ჩვენი სახელმწიფოს პრიორიტეტია გაცხადებული და სტრატეგიის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ეს კონკრეტული პროექტი მიემართება, ესე ვთქვათ, ინტეგრირებულ პროგრამებთან დაკავშირებით, რომელიც უკვე ხორციელდება საპილოტო რეჟიმში 20 სკოლაში გახორციელდა, ხოლო ეხლა გვაქვს სურვილი, რომ დაახლოებით 50 სკოლაზე მეტგან შევიტანოთ ეს ინტეგრირებული პროგრამები. უკუგება, რაც მნიშვნელოვანია, ძალიან პოპულარობით სარგებლობს უკვე საპილოტო რეჟიმშიც კი ეს პროექტი და ესე ვთქვათ, ძალიან დიდი გამოხმაურება აქვს და გადინება ძალიან დაბალია. აქედან გამომდინარე, ამ პროექტის განხორციელება და ესე ვთქვათ, მაქსიმალურად ხელშეწყობა და გაფართოება ჩვენი ძალიან დიდი მნიშვნელოვანია, ესე ვთქვათ და მიზანია სამინისტროსი, ამიტომ ამ პროექტს ძალიან დიდ ყურადღებას ვანიჭებთ და მნიშვნელობას ვანიჭებთ. ამიტომ ესეც გაგრძელდება და ამის შესაძლებლობა სწორედ იძლევა ეს სასესხო ხელშეკრულებაც. მადლობა. დიდი მადლობა. მე უბრალოდ კომიტეტის სახელით მინდა გამოვთქვა სურვილი, ჩვენ გვაქვს 20 სკოლის სია, სადაც ეს პილოტურად დაინერგა და იმედი გვაქვს, რომ მომავალი სასწავლო წლიდან, სექტემბრიდან კიდევ უფრო გაიზრდება ამ სკოლების რაოდენობა. ჩვენ რაღაც მომენტში გვექნება თქვენთან კომუნიკაცია და იქნებ დავგეგმოთ ერთობლივად, რომ ვესტუმროთ რამდენიმე სკოლას მაინც და ადგილზე ვნახოთ, განსაკუთრებით რეგიონებში იქნება ეს საინტერესო. მე სამოქმედო გეგმაზე რო გადავალ, მე უფრო დეტალურად გეტყვით რა და როგორი გეგმება და თქვენი მხარდაჭერა დამჭირდება ამ კუთხით, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ სადაც ეს სკოლები არის, მაქსიმალურად შევძლოთ, რომ კომიტეტი ვესტუმროთ, ჩვენც გამოვხატოთ ჩვენი პოლიტიკური მხარდაჭერა და დავანახოთ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მოვისმინოთ ამ პროგრამაში მონაწილე, როგორც მასწავლებლების, ასევე უშუალოდ მოსწავლეების მხრიდან ინფორმაცია, რამდენად სასარგებლო არის ეს ყველაფერი მათთვის. თუ მისაღები იქნება, ჩვენ ხშირად გეგმავთ მსგავს ღონისძიებებს, ამიტომ შეგატყობინებთ, შეგვიძლია ერთობლივად ჩვენ გვეცოდინება, ჩვენ მაქსიმალურად მობილიზებას მოვახდენთ. მადლობა, გიორგი. მადლობა. მოგესალმებით მეც ყველას. მნიშვნელოვანი არის ეს წარმოდგენილი სასესხო ხელშეკრულება და აღსანიშნავია ისიც, რომ რა თქმა უნდა, როდესაც ეროვნულ ვალუტაში ხდება ამ სესხის აღება, გაცილებით ნაკლები რისკები არის ქართული მხარის მხრიდან და ნამდვილად მხარდასაჭერი არის. აქ საუბარი იყო პროფესიულ სახელოსნოებზე, რომელიც პირველად დაიწყო 2024-25 სასწავლო წლებში და როგორც ითქვა, 20-მდე სკოლა არის ჩართული ამ პროგრამაში. ჩავთვალოთ, რომ სატესტო არის და ვფიქრობთ, რომ უკვე როგორც სამინისტროსთან გვქონდა კომუნიკაცია 2025-2026 სასწავლო წლებს ეს სკოლების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება, რადგანაც ამ საკითხს ესე პირდაპირ კანონის არც ერთი ნორმა არ არეგულირებს და არის რეფორმა, ასე რომ ვთქვათ, მთავრობის დადგენილებით, სამინისტროში და აქტებით დარეგულირებული. საინტერესო იქნებოდა ჩემი აზრით, რომ ვიფიქროთ ავტორიზაციის ნაწილში კერძო სკოლებსაც ეტაპობრივად მოვთხოვოთ პროფესიული სახელოსნოების დანერგვა, მიუხედავად იმისა, რომ როდესაც ოჯახი გადაწყვეტს, რომ კერძო სკოლაში შეიყვანოს მოსწავლე, შეიძლება განსხვავებული პირობები უნდა და ამიტომ, თუმცა რადგანაც ამას სახელმწიფო აღიარებს, რომ აუცილებელი არის სკოლებში არსებობდეს პროფესიული სახელოსნოები, კარგი იქნება ჩემი აზრით, რომ ავტორიზაციის სტანდარტის ნაწილში ვიფიქროთ კერძო სკოლებშიც ამ ვალდებულების გაჩენაზე და არ მგონია, რომ რომელიმე კერძო სკოლას ამ ვალდებულების შესრულება გაუჭირდეს. ეს არის რისი თქმაც მინდოდა. მადლობა. მეც მივესალმები.
ძალიან მნიშვნელოვანია პირველ ყოვლისა, რომ სკოლებში ხდება პროფესიული განათლების კომპონენტის დანერგვა და მზარდი ეს მაჩვენებელი და მოთხოვნა, რაც ყველაზე მთავარია კოლეგებო საზოგადოების მხრიდან და მე ვფიქრობ, რომ ეს არის ერთ-ერთი მთავარი გზა დასაქმების პრობლემის საბოლოოდ გადაჭრისა ჩვენს ქვეყანაში და ასეც იქნება უახლოეს წლებში დარწმუნებული. ერთადერთი ძალიან კარგი იქნება თუ განხორციელდება გარკვეული კვლევა, რომელიც აი ბოლო პერიოდში პროფესიული განათლებაში ჩადებული ფულის ასე ვთქვათ კვალდაკვალ ჩვენ დაგვანახებს რა მაჩვენებელია დასაქმების და ასე ვთქვათ რა პროფესიებზე ჩნდება გზადაგზა უფრო მეტი მოთხოვნები, რომ ეს უფრო ყაირათიანად მიემართოს ასე ვთქვათ ამ თანხის დახარჯვა მომავალში. თორემ ისე თვითონ კონცეფცია არის იდეალური და მე ვფიქრობ, რომ ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ეს არის და ასეც იქნება და ამას უნდა შევუწყოთ ხელი. ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. გეთანხმებით ბატონ გირო, ადამიანური კაპიტალის და ძლიერი ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის პროფესიულ განათლებას და მიმართულებას ძალიან დიდი როლი აქვს მსოფლიოში და ჩვენთანაც ესე არის და ესე კიდევ უფრო გაუმჯობესდება ეს მონაცემები. რაც შეეხება ბატონ გიორგი თქვენს კომენტარს, ეს მოგეხსენებათ მაინც ნებაყოფლობითია, იქიდან გამომდინარე, რომ ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომია და ჩვენ როგორც კერძოსთან ისე საჯარო სკოლებთან რა თქმა უნდა თანაბარი კომუნიკაცია გვაქვს, უბრალოდ აქ მაინც სკოლები გამოთქვამენ ხოლმე, ესე ვთქვათ, სურვილს და მათი მზაობაც მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაშია, მოგეხსენებათ მათ გარკვეული კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილონ, თუმცა მე ამაში გეთანხმებით, ჩვენ გვინდა რომ კომუნიკაცია კიდევ უფრო გავაძლიეროთ და კერძო სკოლები კიდევ უფრო აქტიურად ჩავრთოთ ამ მიმართულებით. და რაც შეეხება კვლევებთან დაკავშირებით, ჩვენ უნარების სააგენტო, მოგეხსენებათ პროფესიული უნარების სააგენტო, რომელიც გახლავთ სიპი განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში, ისინი ყოველწლიურად ახორციელებენ მსგავს კვლევებს, აი სწორედ ეხლა დასრულდა რეგიონული კვლევა, სწორედ ესე ვთქვათ მოთხოვნადი პროფესიების მიმართულებით და დასაქმებასაც და ესე ვთქვათ შედეგების გაზომვასთან დაკავშირებითაც სულ ახორციელებთ კვლევებს და მე შემიძლია რომ გაგიზიაროთ თქვენ ეს კვლევები და შეგიძლიათ გაეცნოთ. დიდი მადლობა. მისმენთ ბატონ ლადო. აღარ ძალიან საინტერესო გაჟაგავით, სამოვით, დაიწყეთ, წავიწყეთ. ეხლა არის ყველაზე მთავარი 20 საპილოტე, ჩვენ 2086 სკოლა გვაქვს, კერძო სკოლები, ანუ დიდი გვაქვს ძალიან არეალი ამ შესანიშნავი იდეის ჩაშენების, ეს ხურჯინივით არის ერთი ზოგად განათლებას ღებულობდა შესანიშნავ პროფესიას არჩევითობით, ეს ცოდნა თანდასწევს, ცოდნასა, რაზომსა, რას მეტი ცოდნა გამოცდილება, შენთვის საგულისხმოდანია ღებულობ დოკუმენტებს დადასტურებას. ეხლა მეორეა, ჩვენ რო წავალთ 20-დან 40-ზე, ეს პროფესიონალები, ვინც ამას ასწავლიან, მათ სადა აქვს სამზადისი, ისინი საინაღებულობენ ამ პროფესიულ განათლებას, იმიტომ რომ შეიძლება პროფესია მაღალ დონეზე იცოდეს, მაგრამ იმას პედაგოგი გაჭირდება, როგორ მიაწოდო ახალგაზრდას და როგორ მოხდეს ამის სინთეზირება, აი ამ კადრებს ვინ ამზადებს და სად არის მათი პლატფორმა. დიდი მადლობა. კი ბატონო, მოგეხსენებათ უნარების სააგენტო როგორც კვალიფიკაციებს ამითარებს, ასევე მათ მასწავლებლებს დატრეინინგებასაც სწორედ ისინი ახორციელებენ და გაძლიერებაც სკოლების სწორედ მათი პრიორიტეტია და ესე ვთქვათ მათ ფუნქციებში შედის, ამიტომ ისინი მუდმივად არიან ხაზზე, ეს მასწავლებლების გადამზადება მათი პრეროგატივაა, ესე ვთქვათ, ისინი ახორციელებენ ტრენერებს და ასევე აძლიერებენ იმ სკოლებს, რომლებსაც ამის საჭიროება გააჩნიათ. უნარების სააგენტო. ჩვენ სასესხო ხელშეკრულებიდან გადავედით საკითხის სიღრმისეულ განხილვაში, რაც მე მაფიქრებს იმაზე, რომ ძალიან ახლო მომავალში ქალბატონ ბაიას უნდა ვთხოვოთ, რომ მობრძანდეს კომიტეტზე და წარმოგვიდგინოს, როგორც ხედვა ახლო მომავალში რას გეგმავენ და რა მიმდინარე საქმიანობა არის, ასევე 4 წლის პერსპექტივაში, ანუ აი ამ მოწვევის პარლამენტის პირობებში და მთავრობის პირობებში რა კონკრეტული გეგმები გვაქვს 4 წლიან პერსპექტივაში და შესაბამისად შემდგომში გავანვავრცოთ ეს საკითხები, მეც ძალიან ბევრი კითხვა მაქვს, ამიტომ ახლა მხოლოდ კონცენტრირდეთ სასესხო ხელშეკრულებაზე, რომელიც ზოგადად სესხს რო იღება არ არის მაინდა-მაინც ესე ვთქვათ სასიამოვნო სესხის აღება, მაგრამ როდესაც ესეთ კეთილშობილურ საქმეზე იღებ, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა ამას აქვს თავისი ესე ვთქვათ
ვთქვათ, საფუძველი და არგუმენტაცია. საკითხი ჩავთვალოთ განხილულად. მე ვიცი რომ ბატონ გიორგის ეჩქარება სხვა კომიტეტზე და ამიტომ აქვე კენჭისყრაზე დავაყენებ, ვინ არის მომხრე, რომ დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხს საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასაცხო შეთანხმება მხარი დაუჭიროთ, გთხოვთ ხარდაჭერას. ერთხმად არის მიღებული. დიდი მადლობა ბატონ გიორგი. გადავიდეთ დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხზე, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი 2019 წლის 18 ივნისის საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასაცხო შეთანხმების განხილვას ეხება. ქალბატონ ბაია, გთხოვთ ინფორმაცია წარმოგვიდგინოთ. ჩვენ ძალიან ბევრი ვისაუბრეთ ახლა ზუსტად აი ამ ინკლუზიურ და ესე ვთქვათ ყველასთვის ხელმისაწვდომ განათლების სისტემაზე, რომელიც იქნება თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისი და ეს პროექტი, რომლის განხორციელებაზეც ახლა ჩვენ გვაქვს მოთხოვნა შემოტანილი, არის სწორედ ამას გულისხმობს. ეს პროექტი გახლავთ ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი საქართველოს I2Q და ეს რეფორმა მნიშვნელოვანია, რომელიც მნიშვნელოვანი ხელშემწყობი მექანიზმია ამ ყველაფრისთვის, რაზეც მე წეღან ვისაუბრე და გახლავთ მრავალკომპონენტიანი პროექტი. ეს არის კომპლექსური მიდგომებს უზრუნველყოფს და ასევე მიზნად ისახავს ადრეული და სკოლამდელი განათლების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას. ასევე ზოგად განათლებაში სწავლასწავლების ხარისხის გაუმჯობესებას და ამაღლებას და ასევე ზოგად განათლებაში ესეც ეგრეთ წოდებული LMS-ის სისტემის შემოტანას, რომელიც არის learning management სისტემა, იგივე სასწავლო მენეჯმენტის სისტემა, რომელიც ასე ვთქვათ ელექტრონული პლატფორმაც, რომელშიც იგულისხმება ასევე ელექტრონული პლატფორმის განვითარებაც. და ეს ზოგადად ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობაც, ანუ ძალიან მრავალკომპონენტიანია ეს პროექტი და იქიდან გამომდინარე, რომ სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ რთული და ასე ვთქვათ მრავალმხრივია მისი განხორციელების გზებიც, ამიტომ ჩვენ მოთხოვნა არის, რომ 26 წლის მარტიდან 27 წლის მარტამდე გახანგრძლივდეს, ვინაიდან ის სარეაბილიტაციო სკოლების რეაბილიტაციები და ის სკოლის სისტემა, რომელიც ასევე ელექტრონულად ხორციელდება, დასრულდეს და თანხმედრაში მოვიდეს პროექტის დასრულების ვადებთან. დიდი მადლობა. მადლობა. შეკითხვები, კოლეგებო? მე მგონი არსი გასაგები არის და ვფიქრობ, რომ ხარდასაჭერია თქვენს ნებართვით საკითხს გამოვაცხადებ განხილულად და რადგანაც დღეს წავედით იმ სისტემით, რომ თითოეული საკითხის შემდეგ კენჭისყრას ვატარებთ, მაშინ კენჭისყრაზე ვაყენებ საკითხს საქართველოს მთავრობისა და მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი 2019 წლის 18 ივნისის საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასაცხო შეთანხმების თაობაზე. ვინ არის მომხრე, რომ დაუჭიროთ ამ საკითხს? ერთხმად არის მიღებული, ამიტომ აღარ ვაცხადებ წინააღმდეგს და თავი შეიკავოთ. დიდი მადლობა ქალბატონ ბაია. გადავდივართ დღის წესრიგით გათვალისწინებულ მესამე საკითხზე. ეს არის განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის 2025 წლის სამოქმედო გეგმის განხილვა და დამტკიცება. პირველ რიგში მინდა როგორც კომიტეტის წევრებს, ასევე კომიტეტის აპარატს მადლობა გადაუხადო აქტიური ჩართულობისთვის და თანამშრომლობისთვის ამ გეგმის მომზადების მიზნით. ჩვენ რამდენიმე პრინციპი დავისახეთ ამ გეგმის ჩამოყალიბებაში. პირველი არის ის, რომ ორ ძირითად საკითხზე გვინდა რომ კონცენტრირდეთ მიმდინარე წელს. ერთი ეს არის ასე ვთქვათ კონცეფციის დოკუმენტი, რომლის შემუშავების იდეა ჯერ კიდევ წინა მოწვევის პარლამენტში ჩვენ გვქონდა. ამ შემთხვევაში განათლებისა და მეცნიერების მიმართულებაზეა საუბარი, იმიტომ რომ ახალგაზრდობის კონცეფციის დოკუმენტი შემუშავებულია 2020-2030 წლის კონტექსტში და დამტკიცებული არის პარლამენტის მიერ. და შესაბამისად ამ მიმართულების განვითარება ვფიქრობ, რომ აუცილებელია, იმიტომ რომ კომიტეტს უნდა ჰქონდეს მსგავსი დოკუმენტი შემუშავებული და ეს პარლამენტის დონეზე უნდა იყოს დამტკიცებული. მეორე საკითხი, რისთვისაც მე მინდა განსაკუთრებით ბატონ ლადო ბოჟაძეს მადლობა გადაუხადო და მისი ესე ვთქვათ მონდომებით იყო წამოწეული ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც მე გავამახვილე ყურადღება და ჩავთვალე, რომ ეს არსებითი
არსებითად საჭიროა, მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხზე წლების წინ დაიწყო მუშაობა, მაგრამ რაღაც ერთიან კოორდინირებულ და უფრო შეკრულ კონტექსტში რომ მოგვეყვანა, საუბარი არის უსაფრთხო სკოლის კონცეფციაზე, რომელიც მნიშვნელოვანი არის არა მარტო სკოლის შიგნით მიმდებარე კონტექსტში, არამედ იმ გარე ინფრასტრუქტურის და იმ რისკების გათვალისწინების კონტექსტში, რომელიც თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის არსებითად მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეხება მოზარდთაობას, მათ უსაფრთხოებას, მათ განვითარებისთვის საჭირო და მნიშვნელოვან გარემოს შექმნას. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ კუთხითაც ამ საკითხზე ჩვენი კომიტეტის კონცენტრირება ვფიქრობ, რომ აქტუალური იქნება, წეგან ბატონმა ლადომ ახსენა სკოლების რაოდენობა ციფრობრივად და ეს ციფრი კიდევ უფრო მეტ პასუხისგებლობას გვძენს ჩვენ და მით უმეტეს თუ კი გავითვალისწინებთ, რომ სასკოლო პერიოდი არის განათლების პროცესში ალბათ ყველაზე გრძელი პერიოდი, სადაც ახალგაზრდას მოზარდს უწევს თავისი ცხოვრების კონკრეტული მნიშვნელოვანი ნაწილის დათმობა და გატარება. ამიტომ ეს ორი საკითხი ავიღეთ, ესე ვთქვათ, ამომავალ პრინციპად, თუმცა ამასთან ერთად იყო საუბარი იმის თაობაზე, რომ RIA-ს მექანიზმი, მეთოდოლოგია უფრო სწორედ და თემატური მოკვლევები კიდევ ხომ არ გაგვეკეთებინა. ამაზე ჩვენ შევთანხმდით, რომ გამომდინარე იქიდან, რომ გასული მოწვევის პარლამენტში ბოლო წელიწად ნახევარში საკმაოდ დიდი რაოდენობის თემატური მოკვლევები განხორციელდა კომიტეტის მიერ, რაშიც კომიტეტის თითოეული წევრი იყო აქტიურად ჩართული და ამისთვის კიდევ ერთხელ ვისარგებლებ და დიდ მადლობას გიხდით, ისევე როგორც აპარატის თითოეულ თანამშრომელს, ვინც აქტიურად იყო და თითქმის ყველა იყო აქტიურად ჩართული ამ პროცესებში. ისევე როგორც იმ ექსპერტებს, რომლებიც გვეხმარებოდნენ ამ ღონისძიებების განხორციელებაში, ვფიქრობთ, რომ ჩვენი ამომავალი პრინციპი არ იყო მხოლოდ და მხოლოდ იმის გაგება სტატუს კო რა არის, ანუ რა პრობლემები და გამოწვევები აღმოვაჩინეთ კონკრეტულ თემებთან მიმართებაში. არამედ ჩვენი მიზანი არის, რომ ეს საკითხები საბოლოოდ დარეგულირდეს და გადაწყდეს ისე, რომ მას კონკრეტული შედეგები ჰქონდეს. მინდა გითხრათ, რომ გარკვეულ მიმართულებებზე უკვე გვაქვს კონკრეტული შედეგები, თუმცა თითოეულ მიმართულებას და იმ რეკომენდაციებს, რომელიც თითოეულ თემატურ მოკვლევასთან დაკავშირებით კომიტეტმა შეიმუშავა, ეს საჭიროებს ძალიან ასე ვთქვათ, ინტენსიურ მონიტორინგს იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად ჩვენ მივახციოთ თითოეული ამ რეკომენდაციის განხორციელებას. ამიტომ ჩემი თხოვნა და წინადადება იქნება, რომ მიმდინარე წელს ჩვენ ახალი თემატური მოკვლევებით და RIA-ს განხორციელებით არ დავკავდეთ, არამედ ჩვენ მთლიანად კონცენტრირება მოვახდინოთ უკვე ასე ვთქვათ მიღებული, შემუშავებული რეკომენდაციების შესრულებაზე. ამ კუთხით აპარატმა აქტიურად დაიწყო მუშაობა და დაგზავნილი არის წერილები შესაბამის უწყებებში, ნაწილი პასუხები მოსული არის, ნაწილს ველოდებით და შესაბამისად ამ პასუხებიდან გამომდინარე ჩვენ უნდა დავსახოთ კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომლითაც კომიტეტის კონკრეტული წევრები აპარატის წარმომადგენლებთან ერთად ვიმოქმედებთ. მნიშვნელოვანია, რომ რანაირი პოზიტიური ინფორმაციაც არ უნდა მოგვივიდეს, ჩვენ ადგილზე უნდა გადავამოწმოთ ეს ყველაფერი, შეძლების დაგვარად, შეიძლება ყველა ვერა, მაგრამ რაღაც შერჩევითობის პრინციპით, იმისთვის რომ დავწმუნდეთ, რომ ეს მხოლოდ კი არ ახსრულდა, არამედ ხარისხობრივად არის ზუსტად იმ მოცემულობის, რაზეც კონკრეტული რეკომენდაციები იყო გაცემული და გათვალისწინებული. ამიტომ ამ კუთხით ჩვენ ალბათ დაგვჭირდება მივლინებები რეგიონებში, დაგვჭირდება კონკრეტული შეხვედრები მიზნობრივ ჯგუფებთან იმისთვის, რომ ჩვენ საბოლოო ჯამში გავიდეთ შედეგებზე და ასევე თუ კი რაიმე არ იქნება გადაწყვეტილი საკომიტეტო მოსმენის ფორმატში ან სამუშაო შეხვედრების რეჟიმში, ჩვენ შესაბამის აღმასრულებელი სტრუქტურის ერთეულებთან, ძირითადი რა თქმა უნდა არის სამინისტრო, მაგრამ შეიძლება სამინისტროს კონკრეტულ სტრუქტურულ ერთეულებთან, შეიძლება მინისტრის მოადგილეებთან, თუ საჭიროა მინისტრთან, ან შეიძლება სხვა სამინისტროებთან, რომლებსაც ან მუნიციპალიტეტებთან, რომელთაც აქვთ კონკრეტული როლი, მაგალითად, ეხლა თუ როდესაც სკოლამდელ ასაკს
ვეხებით, იქ ძირითადი როლი მაინც მუნიციპალურ დონეზეა, იმიტომ რომ მათ დაქვემდებარებაში არის. ამიტომ ამ კუთხით ყველასთან გვექნება ინტენსიური სამუშაო. მთავარი მიზანი არის, რომ ეს რეკომენდაციები მაქსიმალურად შესრულდეს და შესაბამისად ჩვენ რეალური შედეგები მივიღოთ გაწეული სამუშაოდან. ამიტომ ეს კომპონენტი არის ასევე ასახული. ისევე როგორც ჩვენ ვაგრძელებთ ტრადიციას, რომელიც წინა პარლამენტში დავამკვიდრეთ, რომ ფაქტიურად ყველა საკომიტეტო სხდომაზე გვინდა ამ გეგმის დამტკიცების შემდეგ, რომ კონკრეტული უწყების ხელმძღვანელები მოვიწვიოთ და მათ წარმოადგინონ თავიანთი წლიური ანგარიში, ისევე როგორც შემდეგი წლის სამოქმედო გეგმა, იმისთვის რომ ჩვენ ვიცოდეთ, რას გეგმავენ, რას აპირებენ, სად რა მიღწევები აქვთ, სად აქვთ ხარვეზები, ნაკლოვანებები და გამოწვევები და თუ შეიძლება ჩვენც ამაში რაღაც ასე ვთქვათ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ მხარდაჭერის თვალსაზრისით. ამასთანავე, ჩემი წინადადება იქნება და იმედია, რომ ესაც მხარდაჭერილი იქნება თქვენი მხრიდან, რომ თქვენ იცით, რომ ყოველთვიურად ჩვენ ორი კომიტეტის ვალდებულება გვაქვს, თუმცა მე არ მახსენდება, რომ 4-ზე ნაკლები ჩაგვეტარებინოს. მინდა რომ თვეში ერთხელ მაინც ჩვენ გავაკეთოთ გასვლითი სხდომა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, გამომდინარე იქიდან, რომ რეგიონებში და არაც მხოლოდ ცენტრალურ ქალაქებში, როგორიცაა მაგალითად თელავი, ქუთაისი, გორი, ზუგდიდი და არამედ სხვა მუნიციპალიტეტებშიც ჩვენ უფრო აქტიურად ჩავიდეთ და მოსახლეობას ვეკონტაქტოთ, პედაგოგებს შევხვდეთ, ახალგაზრდებს შევხვდეთ, თუ კი იქ არის პროფესიული სასწავლებელი, მის წარმომადგენლებს და მსმენელებს, ისევე როგორც სადაც უმაღლესი სასწავლებლები, ანუ მაქსიმალურად მოვახდინოთ გასვლები მთელი 4 წლის განმავლობაში. ძალიან დიდი სურვილი მექნება, რომ სასესიო თვეების პერიოდში ერთი გასვლა გავაკეთოთ კონკრეტული რეგიონის ერთ მუნიციპალიტეტში და ეს ცხრილიც გაწერილი არის, სხვა შორის მარტში სხვა მიმართულება გქონდა აღებული, თუმცა შემოვიდა თხოვნა ერთ-ერთი პროფესიული კოლეჯის ხელმძღვანელისგან, რომელმაც რამოდენიმე თვის უკან თავისი ფილიალი გახსნა საჩხერეში და იმდენად კარგად ამიღწერა იქ რა პროცესებიც მიმდინარეობს, რომ ამიტომ ვთხოვე აპარატს, რომ შესწორება შეეტანათ და მარტის თვეში საჩხერეში სწორედ იმ პროფესიულ სასწავლებელში გასვლით იყო. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვესტუმრებით მარტო პროფესიულ სასწავლებელს, იქ გვექნება შეხვედრები საბავშვო ბაღებში, გვექნება სკოლებში, რა თქმა უნდა ამ პროფესიულში, ახალგაზრდებთან, თუ კი იქ რაღაც ახალგაზრდული ორგანიზაცია ან კლუბი არის, ამ ადგილობრივ ახალგაზრდებთანაც გვექნება შეხვედრები, ამიტომ შეიძლება ზოგიერთი შეხვედრა, განსაკუთრებით თუ დასავლეთ საქართველოში იქნა ესეთი გასვლით, შეიძლება 2 დღიანიც მოგვიწიოს და ერთი ღამის თევით, იმიტომ რომ მაინც დასავლეთ საქართველო მანძილით დაშორებულია. თუმცა უახლოესი გასვლითი ღონისძიება, ახლავე გეტყვით, რომ იქნება 25 მარტს, ანუ ფაქტურად 2 კვირის თავზე, სამშაბათ დღეს, ბოდიში თებერვალს. და ყვარელი არის პირველი, ასე ვთქვათ, ჩვენი მიზნობრივი მუნიციპალიტეტი, სადაც მივემგზავრებით. ასევე გეტყვით, რომ რომელ მუნიციპალიტეტშიც მივემგზავრებით, რა თქმა უნდა, კომუნიკაცია გვაქვს, როგორც ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ასევე დელეგატთან, რომელიც წარმოადგენს ამ კონკრეტულ მუნიციპალიტეტს და დღეს მე უკვე ირაკლი ქადაგიშვილთან მქონდა კომუნიკაცია, ის არის ინფორმირებული ამის თაობაზე, პარალელურად აპარატი ეკონტაქტება ყვარლის მუნიციპალიტეტს და სახელმწიფო რწმუნებულს კახეთის რეგიონში და შესაბამისად ჩვენ მაქსიმალურად დატვირთული პროგრამა გვექნება დილით ადრე გასვლით და საღამოს გვიან დაბრუნებით და მაქსიმალურად ყველა ამ შეხვედრის ორგანიზებით, ჩატარებით და მაქსიმალურად ჩვენი მხრიდან იმ ხარდაჭერის მიწოდებით, რომელიც აუცილებელია რეგიონში მოღვაწე ჩვენი მოქალაქეებისთვის და მოზარდი თაობისთვის. 25 თებერვალი. შესაბამისად
სამოქმედო გეგმა ძირითადად ამ საკითხებზე არის აწყობილი, გარდა ამისა, რა თქმა უნდა, საზოგადოებასთან ურთიერთობა, PR საკითხები და ასე შემდეგ, რომელიც მიმდინარე არის და რაიმე კონკრეტული, ასე ვთქვათ, საკითხით არ გამოირჩევა და მოკლედ ეს არის ის ძირითადი მოცემულობა, რაც ამ სამოქმედო გეგმასთან არის დაკავშირებული და თუ შეკითხვები არის, მე მზად ვარ რომ გიპასუხოთ. გისმენთ ბატონო ლადო. უკვე გასული წლების გამოცდილებამ განახობს, რომ პროდუქტიულობა ძალიან მაღალია ამ კომიტეტის ყველა კომპონენტში, როგორც კანონის შემოქმედების ნაწილში, ასევე ზედამხედველობის ნაწილში, ურთიერთობების ნაწილში და სრულყოფის ნაწილში. გარები ღიარი და ძალიან ბევრ ადამიანს კარგად ეთანამშრომლება ამ კომიტეტთან, როგორც სამოქალაქო აქტივისტებს და სამოქალაქო დაინტერესებულ პირებს, მისე მეცნიერებს და აი ამ დიდებულ პლატფორმას, სადაც ადამიანი განათლებას ღებულობს. მე მინდა ერთ ნაწილს შევეხო. გასაგებია მთლიანად ხარდასაჭერია და დარწმუნებულია შედეგიანი იქნება და აი ეს ბოლო ინიციატივა რომ ჩვენ რეგულარულად გავხადოთ ადგილზე ჩასვლა და ჩვენი თანამონაწილეობა კი არა ჩვენი მონაწილეობა იქ შიგნით მათთან ეს მათი მხარდაჭერაც იქნება და ჩვენი გამდიდრებაც ჩვენ ბევრ ამას გავიგებთ ადგილებიდან რომელიც ყოველთვის სარგებლის მომტანია უსაფრთხო სკოლა აი სასწაული ორი სიტყვის დახვედრა სადაც სიტყვა უსაფრთხოება იქნება ყოველთვის იქნება მხარდაჭერილი როგორც ჩემგან დარწმუნებულია მთელი ჩვენი გუნდის მხრივ იმიტომ რომ უსაფრთხოება ეს ძალიან დიდი თავდაცვითი იმუნური სისტემის გაძლიერებისა უსაფრთხო სკოლა უსაფრთხო სამეცნიერო დაწესებულება უსაფრთხო ჯარი უსაფრთხო რაც მეტია უსაფრთხოება ეხლა მინდა შევეხო უსაფრთხოების განმარტებით ნაწილს შემოული ერთი შეთავაზებით სკოლა განათლების მისაღები ეს მთელი სისტემა უსაფრთხო ინფრასტრუქტურა სკოლა უნდა იყოს გაკრიალებული და უნდა იყოს მედეგი უსაფრთხო გიგიენა შიგნით არსებული ყველა შემდეგ მოდის უსაფრთხო წიგნი სწორად დაბეჭდილი კარგი შრიფტით კარგი არეკლით და ყველა მოკლედ ეს ყველა უსაფრთხო და ერთია ყველაზე რთული მოსავლელი, რომელიც ზღვარზე გადის ცენზურასთან. ზოგი ახლა ვინც მე მისმენს ჩემი თაობის ხალხი კარგად გამიგებს და ახალგაზრდებს, რომელსაც გარკვეულწილად ეს იმპლანტირებული აქვთ აი ამ ცენზურის არასწორი აღქმა, იმათ შეიძლება ყურზე არ მოხვდეთ ისე, რასაც ახლა მე ვიტყვი. სკოლა არის ადგილი, სადაც შედის სიტყვა. არ თქვა ვერ იტყვი. მაგრამ ეს არის ჩითილების ადგილი, სადაც ჩითილიდან უნდა მერე მივიღოთ პროდუქტი და აი ამ ჩითილის ნიადაგში რომ საწამლავი ჩააგდო, ამ შემთხვევაში სიტყვის სახით სგემის, ჩვენ გვაქვს სგემის შესაძლებელი მიღებული ზოგადი განათლების პროგრამა, სადაც პატრიოტიზმზე ავაწყოთ ეს ყველაფერი და ყველა აქედან აქ დაბადებული, აქ გაზრდილი, აქ ეთნოკულტურის მიუხედავად ჩამოყალიბებული საქართველოს სიყვარულით ახსავსე სხვა ქვეყნების პატიმიმგებელი იქნება და ქართველი კაცისა და საქართველოს ისტორიის ღირსეული მატარებელი. აი ცდილობები და აგერ შეხვარვა ჩვენ ბევრს ვამბობდით, მაგრამ დადასტურება ნაკლები იყო, ეხლა ღმერთის ხალობით, ხო იცი სიმართლე მაინც თავისავს გამოაჩქარებს. აღმოჩნდა რომ სიტყვის მეოხებით მიდიოდა დამახინჯება. და ეს სკოლები პლატფორმად იყო გამხდარი, უმაღლესი ხვარი და არის გამხდარი ამ სიტყვის დამახინჯების მეოხებით, აზრის დამახინჯებისა და შემდეგ იდეოლოგიაში ჩაზიარებისა და საწამლავის თანხმობით. ამიტომ დიდი მადლობა ინიციირებისათვის და იმ კომპონენტში ეს მოსაძებნი არის, როგორ გავაკეთოთ, ჩვენ აქვს რეკომენდატორებით შეგებით, აღმასრულებელთან ერთად, ყველა გამოცდილების გათვალისწინებით, რომ კარგად გაცხადებული სიტყვა დეპოლიტიზირება პოლიტიკის არცოდნას არ ნიშნავს. დიპლომატიც უნდა გავზადოთ იქ როგორ თქვას ბავშვმა როგორ მოისმინოს, გამაჩი სად შევიდეს, უფლებრივი ნაწილი სად იყოს დაზღვეული, სად იყოს ადგილმიჩენილი ასაკი,
ყველა აქსელერანტი ვერ იქნება, რომ პატარა ბავშვმა არ შეიძლება ბებიის და ბაბუის ცოდნა გამოზიარება კონდეს და თავის შუაზე გადაიყონოს. ეს ძალიან რთული თემა არის, ამიტომ აღზრდის საკითხში უსაფრთხოების კომპონენტის ჩამატება სიტყვის გახედვნისა და სიტყვაზე დიდი პასუხისმგებლობის მინიჭებით ეს იქნება ჩემი ერთი მოთხოვნა, მოგზაურებული თხოვნა, რომ ჩვენ აქ ყველა ერთად ვიცი, რომ აქ ყველა ერთად დავდგებით და მოსახლეობას მიმართავ, რომ ჩვენ ვიქნებით ის ციხე-გოჯი, სადაც თქვენი ყველა შენიშვნა აი ამ უსაფრთხო სიტყვისა და ქართული სულისკვეთების პატიმიმგებლობისა, რომ სწორად ვიყოთ დანახული დანარჩენი მსოფლიოს მიერ, აგერ ხო აგიხდა, რასაც ჩვენ ამოვდით ეს მცირე ქვეყანა, მთელ მსოფლიოში თურმე ასე ყოფილა. ამას პირველად ჩვენ თქვით ეს ქართველებმა და გავიტანეთ ბოლომდე სიმართლე უფლის მეოხებით და ისევე როგორც უფლის სიტყვა სკოლაში როგორ უნდა იყოს მიტანილი არა მარტო ჩვენი რელიგიის, არა იმ რელიგიის საფუძვლების არ უნდა მივიდეს, როგორ უნდა არ არსებობს შრალი საგანი. თუ იმას დაასველებ, გააცოცხლებ, ამას მისაღებ ლუკმად, კარგ ლუკმად მიუტან ახალგაზრდას, აი ეს იქნება უსაფრთხოების ერთ-ერთი ვეებერთელა გარანტია და კიდევ ერთხელ მზად ვართ ერთ ჩვეულებრივ ჯარისკაცად ვიმსახუროთ თითოეული ჩვენთაგანი. მადლობთ. დიდი მადლობა ბატონ ლადო. აქ ცალსახაა რომ ამ ორ სიტყვაში ძალიან ბევრი თემა შემოდის უსაფრთხო სკოლაში და ზუსტად ის რომ ჩვენ გვინდა რომ მაქსიმალურად ამომწურავი იყოს ეს დოკუმენტი და მაქსიმალურად ყველა კომპონენტს მოიცავდეს იმისთვის რომ რეალურად ასე ვთქვათ ის რეფორმები, რომელიც ხორციელდება და რომელსაც აქვს ძალიან დიდი პოზიტიური ეფექტიანობა, ამ ყველაფრის კოორდინირება ისე მოვახდინოთ და შერწყმა, რომ ერთიანობაში ამან კიდევ უფრო მეტი ეფექტიანობა და სარგებელი მოგწეს და ასევე შევაფასოთ, სადმე რამე დამატებითი გამოწვევა ხომ არ გვაქვს, იმისთვის რომ ის შევავსოთ და კიდევ უფრო დავხვეწოთ და გავაძლიეროთ. ამიტომ ამ კუთხით ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო სამუშაო გველის და აქ ასე ვთქვათ, თვითოული თქვენთაგანის ჩართულობა მხოლოდ ძალიან მნიშვნელოვანი და დასაფასებელი იქნება. სხვა მოსაზრებები ან შეკითხვები ხო არ არის? მაშინ თქვენის ნებართვით ამ საკითხსაც კენჭისყრაზე დავაყენებ, რომ დავამტკიცოთ საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის 2025 წლის სამოქმედო გეგმა, ვინ არის მომხრე? ერთხმად დამტკიცებულია, დიდი მადლობა. აქვე ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა გაზარდა კომიტეტების კვოტები და თითო ადგილი დაემატა ჩვენ კომიტეტს, ასე რომ ახლო მომავალში ჩვენ კომიტეტს ერთი წევრი დაემატება და 8 წევრით გავაგრძელებთ საკომიტეტო საქმიანობას. ამასობაში კი კიდევ ერთხელ შეგახსენებთ და გთხოვთ, რომ მოინიშნოთ 25 თებერვალი. სხვა დეტალებს, რა თქმა უნდა, რამდენიმე დღით ადრე გეტყვით, როგორც პროგრამასთან, ასევე ლოჯისტიკასთან დაკავშირებით და 25 თებერვალს ვფიქრობ, რომ საინტერესო გასვლა გვექნება ყვარლის მუნიციპალიტეტში. დიდი მადლობა და სხდომას დახურულად ვაცხადებ.